საღამო მშვიდობისა, ეს არის ახალი 9 საათზე. დღის მთავარ თემებს მეცხრე არხის რეპორტიორები და ჩვენ თამთა სანიკიძე და ლევან ჯავახიშვილი წარმოვიდგენთ. ქართველი ჯარისკაცების დაკრძალვა და სახელმწიფოს დახმარება გაუპულთა ოჯახებს. 63 მომხრე 16 წინააღმდეგი ცოტა ხნის წინ გაეროში საქართველოს შესახებ რეზოლუცია დამტკიცდა. და რამდენიმე წუთში ასევე შემოთავაზებთ. მარტყოფი ენისელი ძეგვი რუსთავი გორი და ოთარაშენი 7 დაღუპული ქართველი ჯარისკაცი და 7 სამგლოვიარო ცერემონია ერთ დღეს. აღკვეთილი ტერაქტი თბილისში, უცხო ქვეყნის 2 დაკავებული მოქალაქე, რას ამბობენ ექსპერტები. ოცდახუთზე მეტი წმე და 2004 წელს გადაღებულ ვიდეო მასალაში FBI-ის წინასწარი დასკვნა ბუტა რობაქიძის საქმეზე. დაკრძალვის 7 ცერემონია ერთ დღეს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო პატივით დაასაფლავეს. დაკრძალვის ხარჯები თავდაცვის სამინისტრომ დაფარა. სამგლოვიარო ცერემონია რამდენიმე რაიონში თითქმის ერთდროულად გაიმართა. ცხელწერტილში ტერაქტის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები მთავრობისგან კომპენსაციას მიიღებენ. ეს იქნება ერთჯერადი დახმარება 100,000 ლარის ოდენობით. იზრდება ყოველთვიური დახმარებაც. 42 ბატალიონის მე-4 ქვეითი ბრიგადის 7 სამხედრო მოსამსახურე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ ტერაქტს ემსხვერპლა. ჰელმანდის პროვინციაში მყოფი ამ ბატალიონისთვის ბოლო 2 თვეში ეს უკვე მეორე თავდასხმა იყო. სახელმწიფო ჰიმნი, სამხედრო ორკესტრი და საპატიო ყარაული. ავღანეთში დაღუპული 7 ქართველი ჯარისკაცი სამხედრო წესით დაკრძალეს. გორში, მარტყოფში, ძეგში, ენისელსა და რუსთავში გამართულ დაკრძალვის საპატიო ცერემონიას თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელები, ასევე მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწნენ. ერთადერთი უსულო ქვეყანას როს უკანასკნელი დანაკარგი იყოს, ხოლო მშობლებს გამაგრებას მე გაოცებული ვარ, ასე მტკიცით არიან მშობლები და რა შეგნებულად არიან და ნამდვილად არიან გმირი მშობლები, გმირი გაუზარდეს ქვეყანას. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმას, რომ ამ ბიჭების ღვაწლი, მათი სიცოცხლე შეეწირა ჩვენს უკეთეს მომავალს და ამ იმედით გავაგრძელოთ ცხოვრება. გავიზიარო ის დიდი მწუხარება, რომელიც სრულიად საქართველოს დაატყდა თავს, იმედია, რომ ამ ვაჟკაცების სიცოცხლე იქნება ბოლო, რომელიც საქართველოს ერთიანობას და მთლიანობას შეეწირა. თეიმურა ზორთავიძე, გიორგი ადამოვი, ბორის ცუგოშვილი, ზურაბ გურგენაშვილი, ზვიად სულხანიშვილი, გიორგი ღუჭაშვილი და მიხეილ ნარინდოშვილი. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42 ბატალიონის ჯარისკაცები ავღანეთში 6 ივნის ტერორისტების თავდასხმას ემსხვერპლნენ. ამ ტრაგედიის შედეგად ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების რაოდენობა 29-მდე გაიზარდა. ქართული ჯარისკაცები და ამერიკელი საზღვაო ქვეითები ავღანეთში გვერდი-გვერდი იბრძვიან. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ მათი ვაჟკაცობით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორობა კვლავ გაგრძელდება. მისიის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ბაზაზე ეს ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო. 42 ბატალიონზე თავდასხმა 12 მაისსაც მოხდა, რის შედეგადაც 3 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, ათეულობით კი დაიჭრა. მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში დღეისათვის 1600-მდე ქართველი ჯარისკაცია. ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო პროცენტულად პირველ ადგილზეა როგორც ISAF-ის მისიაში მონაწილე სამხედროების რაოდენობით, ასევე დანაკარგით. და როგორია მთავრობის ახალი ინიციატივა, რომელიც ცხელ წერტილში დაღუპული გმირების ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს. გიორგი მანჯავიძე განაგრძობს პირდაპირ ეთერში საუბარს. გიორგი, იქნება თუ არა ერთჯერადი დახმარება გათვალისწინებული ავღანეთში მყოფი ჯარისკაცების ოჯახებზეც, რომლებიც ბოლო 4 წლის განმავლობაში სამშვიდობო მისიის დროს დაიღუპნენ?
ამის შესახებ დღეს ეს ინფორმაცია ჩვენ მოგვაწოდა საზოგადოებას მიაწოდა დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, როგორც მან განაცხადა, არამხოლოდ ეს ბოლო დღეებში გარდაცვლილი ეს 7 ქართველი ჯარისკაცი მიიღებს სამართლიერად დახმარებას, არამედ საუბარია ყველა იმ სამხედრო მოსამსახურეზე, რომელიც საერთაშორისო მისიებში დაიღუპა და შესწირა სამშობლოს ინტერესებს თავი. ანუ აქამდე დღემდე მოქმედებდა ესეთი სქემა, რომ ერთჯერადად დახმარებას ოჯახის წევრები იღებდნენ 15000 ლარის ოდენობით, აქამდე დღემდე დღეიდან უკვე ყველა გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის ოჯახის წევრები მიიღებენ 100000 ლარს. ამ მიერიდან საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი ნაცვლად 15000-ისა მიიღებს 100000 ლარს ერთჯერად დახმარებას. საქართველოს შეიარაღებული ძალების დივიზია სამშობლო ღირსება ერთგულება. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად დაფასდნენ ის გმირები, ვინც ჩვენ სამშობლოს ბოლომდე უერთგულა. ყველა ჯარისკაცი, რომელიც სამხედრო ფორმას იცავს, ერთი წამითაც მაინც ფიქრობს იმაზე, რომ ის შეიძლება მან ეს სამხედრო ფორმა ვერ გაიხადოს თავისი ხელით. და შესაბამისად ეს ინიციატივა და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაზრდის ჯარისკაცის საბრძოლო სულისკვეთებას, რადგან იგრძნობს, რომ სახელმწიფო მის გვერდითაა ის სახელმწიფო, რომლის სახელმწიფოსთვისაც თვითონ თავს წირავს და მას სახელმწიფო ეხმარება ყველანაირად გვერდში უდგას და მისი ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. უშუალოდ ამ გადაწყვეტილების გარდა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის გადაწყვეტილებით ასევე ცვლილებები შედის პენსიის რაოდენობასთან დაკავშირებითაც ყველა დაწყებული აფხაზეთის კონფლიქტიდან დამთავრებული ამ საერთაშორისო მისიებამდე, რომელშიც დღეს საქართველო მონაწილეობს, ყველა გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები მიიღებენ პენსიას ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით, თუმცა ეს რეგულაცია უკვე 2015 წლიდან ამოქმედება. მადლობს გიორგი, ახალსამთავრობო ინიციატივაზე გიორგი მანჯავიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. პასუხი New York Times ამერიკაში საქართველოს ელჩი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გაზეთის რედაქტორს წერილებს უგზავნიან. მიზეზი გამოცემაში 8 ივნისს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს ეხებოდა. წაგიკითხავთ ნაწყვეტს არჩილ გეგეშიძის წერილიდან. ამ სტატიის ზოგიერთი განცხადება ქართველი ჯარისკაცების შესახებ უაღრესად შემაძრწუნებელია, მით უმეტეს რომ ეს სტატია გამოქვეყნდა ზუსტად იმ დღეს, როცა საქართველოში გამოცხადებული იყო გლოვა ქვეყნის ვაჟკაცის შვილების დაღუპვის გამო. უსაფუძვლო კრიტიკა შეურაცხყოფს ქართველ მებრძოლთა რეპუტაციას და ძირს უთხრის თავად სტაბილურობისა და უსაფრთხოების იდეას რეგიონში, მიუხედავად უდიდესი საფასურისა, რომელიც საქართველომ გადაიხადა ჩვენ დავრჩებით ჩვენი პარტნიორების ერთგულნი, რომლებთანაც ვიზიარებთ უსაფრთხო და მშვიდობიანი ავღანეთის ხედვას. სტატიის იმ ნაწილს, სადაც ავღანეთში საქართველოს მისიის ნაკლოვანებებზეა საუბარი, ასევე ეხმაურება თედო ჯაფარიძე. მე წაგიკითხავთ ნაწყვეტს ამ წერილიდან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე წერს, რომ პუბლიკაცია სტილისტური და შინაარსობრივი თვალსაზრისით მისთვის ღრმად შემაშფოთებელი აღმოჩნდა. ჩემს გაუწვევას იწვევს ის ფაქტი, რომ განსხვავებით სხვა ქვეყნების სამხედრო ძალების დანაკარგის გაშუქებისგან აღნიშნული შეტაკების მსხვერპლებმა ორმაგი ვიქტიმიზაცია განიცადეს, წერს თედო ჯაფარიძე წერილში. და დღის სხვა მთავარი თემები დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისში დაახკვეთილი ტერაქტი ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის გამო ქართულმა სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, ესენი არიან მიხაილ კადიევი და რიзвან ომაროვი. ცოტა ხნის წინ ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთი დაკავებული კადიევი პრეზიდენტის პირადი მფრინავის სახლში ცხოვრობდა. ექსპერტები მის საეჭვო კავშირებს იხსენებენ და არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულ შესაძლოა ლაფანყურის მოვლენებთანაც ჰქონდა კავშირი. ამ დრომდე უცნობია, როგორ შემოვიდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები 2011 წელს საქართველოში. დაუდგენელია ისიც უკავშირდება თუ არა მათი დაკავება თალიბანის სახელით გავრცელებულ მუქარის შემცველ ვიდეოს. აკვეთილი დანაშაული და წინასწარი ვერსიები თათა თორდინავა დეტალებით. შრეკის შედეგად ამოღებული ძლიერ მოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება, ელექტროდეტონატორების საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია. ტერაქტის მზადების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა. თბილისში დაკავებული იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიзвან ომაროვი. რომელთა დროებითი საცხოვრისიდან შრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერ მოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება, სავარაუდოდ პლასტიდი და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია.
ერთ-ერთი დაკავებული 1982 წელს დაბადებული მიკაილ კადიევი თავდასხმისა და მკვლელობისათვის ინტერპოლის მიერ აძებნილი. კადიევის სახელი ფიგურირებს მოსკოვში 2009 წელს დაღესტნის რაიონის მმართველის მკვლელობაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს. ჭხრაკის შედეგად ამოღებული ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილზე 1.5-ჯერ უფრო ძლიერია. ამ დრომდე პასუხგაუცემელია კითხვები, როგორ მოხდა ასაფეთქებელი ნივთიერება თბილისში და რა მასშტაბების აფეთქება იგეგმებოდა. ასეთი ნივთიერება გარეთ არ აყრია, ეს ასაფეთქებელი ნივთიერება ის ძვირადღირებულია, მისი შოვნა ყველას არ შეუძლია. აი ეს მე მგონი უფრო აადვილებს კვალის აღებას, თუ საიდან შეიძლება მოხვედრილი იყო ასეთი საკმაოდ საშიში ასაფეთქებელი ნივთიერება ამ ხალხის ხელში. მამუკა არეშიძის თქმით, კადიევი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერორისტული აქტის მომზადების სტადიაში დააკავა, ცნობილი ტერორისტული დაჯგუფების ახმედოვის წევრია. ექსპერტი ამოღებულ საბრძოლო იარაღსა და ლაფანყურის თემას შორის კავშირზეც საუბრობს. ეს იარაღი დაურიგეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავის დროზე და გაუფორმეს საბუთები ანტიტერორისტული ცენტრისა ბევრ მათგანს. ხო, მაგრამ ასაფეთქებელი ნივთიერება მაინც საეჭვოდ მეჩვენება, თუმცა შესაძლებელია დიდი ალბათობით, რომ მაშინ მიეყოთ ეს ასაფეთქებელი ნივთიერება, თუნდაც ლაფანყურის ჯგუფისთვის. მაგრამ არ გადაეცათ, ნაწილი გაეტოვებინა თავის. ჯერჯერობით ინფორმაცია მაინც მწირია ძალიან და ეს კითხების ნიშანი, რომელიც მე მაქვს, როგორ მოხდა, რომ კადაევი, რომელიც ვითომ დეკემბერში დაიკარგა საქართველოში, უცებ ისევ აქ. დღის განმავლობაში კიდევ ერთი ვერსია გაჟღერდა დაგეგმილ ტერაქტსა და თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეო მასალას შორის შესაძლო კავშირზე. ალბათობა ამ ვიდეორგოლებსა და ამ ტერორისტებს შორის შეიძლება იყოს, თუმცა ალბათ მაინც მცირე. რადგანაც ეს ვიდეორგოლები თუ იყო ატვირთული საქართველოში, შეიძლება მათ უკან იდგა შიდა პოლიტიკური ძალები საქართველოსი და ეს ორი ადამიანი წესით უნდა კონტროლდებოდეს უკვე სხვა, ესე ვთქვათ, ძალების მიერ. თუმცა არაა გამორჩეული ლოგიკურად გარკვეული კავშირი შეიძლება იკვეთებოდეს, იმიტომ რომ თუ მოყვებოდა ამ ვიდეორგოლებს ტერაქტები, ბუნებრივია საქართველოში მოსახლეობაში პანიკა იქნებოდა სერიოზული. პროკურორის არჩილ კულაშვილის განცხადებით კი ტერაქტის მზადებისთვის დაკავებულ პირებსა და თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეო მასალას შორის ურთიერთკავშირი ჯერ დადგენილი არ არის. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ამ განცხადებისგან თავს შევიკავებთ, გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამის განცხადებას გააკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ამ გამოძიებას. პროკურატურა ჩვეულებრივად არის ჩართული, რასაკვირველია, მაგრამ გამოძიების მწარმოებელი ორგანო არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ის გააკეთებს შესაბამის დამატებით. რამე კორელაცია ხო არსებობს იმ ვიდეოსთან? ჯერჯერობით ასეთი რამ დადგენილი არ არის. ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების, ხელშემწყობებისა და მფარველების გამოვლენისა და გაუნებელყოფის მიზნით გამოძიება როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში გრძელდება. და რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დააკავებული პირები მიკაილ კადიევი და რიзвან ომაროვი პრეზიდენტის უახლოესი გარემოსთვის, კერძოდ მისი პირადი მფრინავის ვეთფენია კომპანია თუშეთის მფლობელი ზაურ ქორთოშიძის კუთვნილ სახლში ცხოვრობდნენ. ეს ინფორმაცია ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან ნინო გიორგობიანთანაც გადავამოწმოთ. მან ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა. გიორგობიანის განცხადებით, კადიევს ნაცნობობა აკავშირებს ზაურ ქორთოშიძესთან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ცხოვრობდა ქორთოშიძეების კუთვნილ ბინაში. მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული პიროვნება უკვე დაკითხა. დიდი მადლობა თათათა თორდინავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. და ახალი დეტალები ბუთარობაქიძის საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს წინასწარი დასკვნა ცნობილია რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ვიდეო მასალა, რომელიც 2004 წელს ინციდენტის ადგილზეა გადაღებული უწყვეტი არ არის და მონტაჟის ათეულობით ფაქტ შეიცავს. მთავარი პროკურორის თქმით, აღნიშნული კადრები არ შეიძლება გამოძიებისთვის ხარისხიანი ინფორმაცია ჩაითვალოს და მას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებენ. საწინააღმდეგოს ამბობენ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულებს მათ შორის გურამ დონაძესა და ირაკლი ფირცხალოვას ბრალი დაუზუსტდათ. 7 ყოფილი ძალოვნის საქმის არსებითი განხილვა კი სასამართლოში 28 ივნისს დაიწყება. კალაშნიკოვია მათქანაში. მოდი აქეთ, უღურე, აქეთ. ბუტარობაქიძის მკვლელობის სამსახველი ოპერატიული ვიდეო მასალა უწყვეტი არ არის. ვიდეოფირი 25-ზე მეტ რედაქტირებას, ანუ ზემოქმედებას შეიცავს. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს, FBI-ის 10 მაისის წინასწარ დასკვნაში, რომელიც პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა. დასკვნას ხელს FBI-ის ექსპერტები ნოელ ჰეროლდი და ჯორჯ სკალუბა აწერენ.
Q1 ფაილი არ წარმოადგენს ორიგინალს და შეიცავს 25-ზე მეტ რედაქტირებას, ანუ ზემოქმედებას. აღნიშნული რედაქტირებები შესაძლოა გაკეთებული იყოს მიმდინარე რეჟიმში, ესე იგი კამერის რედაქტირებები, ან შესრულებული იყოს მოგვიანებით, მას შემდეგ რაც ორიგინალი ჩანაწერის შესრულება განხორციელდა. ესე იგი სტუდიური რედაქტირება. ასევე არის რამდენიმე ადგილი, სადაც ხმა, ანუ აუდიო იკარგება. საბოლოო ანგარიში წარდგენილი იქნება უახლოეს მომავალში. თავარი პროკურორის განცხადებით დასკვნაში ამერიკელი ექსპერტები პირდაპირ უთითებენ, რომ ფირი ათეულობით მონტაჟის ნიშნებს შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მტკიცებულებად მას ვერ გამოიყენებენ. ამ დასკვნის მიხედვით რამოდენიმე ათეული მონტაჟის კვალი შეინიშნება. ჩვენ ბუნებრივია ამ დასკვნას არ დავმალავთ, ეს შუალედური დასკვნა არის და კიდევ ველით რომ საბოლოო დასკვნა მივიღოთ. მონტაჟი ნიშნავს იმას, რომ არსებული ვიდეო მასალა არ არის უწყვეტ რეჟიმში განხორციელებული გადაღება და ის წარმოადგენს კადრების კომპილაციას. ვიდეოფირი დაახლოებით 2 თვის წინ მთავარ პროკურატურას რობაქიძის საქმეში ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ გადასცა. მაშინ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ამტკიცებდა, რომ კადრები უწყვეტი იყო. ახლა ფირცხალავა წყვეტას აღიარებს, თუმცა ამას ფალსიფიცირების მიზანს არ უკავშირებს. ბრალდებულები ამტკიცებენ, რომ წყვეტა გამოწვეულია გადაღების დროს ოპერატორის მიერ რაკურსული ცვლილებებით და არა სტუდიური მონტაჟით. FBI-ს არ უწერია შუალედურ დასკვნაში, რომ ეს კადრები არის მონტაჟი. FBI-ს უწერია, რომ ეს კადრები არის გადაღებული ამ საშუალებით, ანუ ახსნილია ვიდეოკამერა და კადრების წყვეტა, რომელიც ფიქსირდება სხვადასხვა რაკურსებით, არის კამერის ზემოქმედების შედეგი. ანუ ეს ნიშნავს, რომ ოპერატორი იღებდა ერთ რაკურსს, გამორთავდა კამერას, მერე გადაინაცვლებოდა რაკურსი და იღებდა მეორე კადრს. პირდაპირ მითითებულია, რომ არის 25-ზე მეტი კორექტირება, სამხარაულის ექსპერტიზამ 27 დათვალა ესეთი და სამხარაულის ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ პირველი 5 წუთიდან 0-9 წამი არის უწყვეტი რეჟიმი. ამ პერიოდში ხდება გასროლა, ამ პერიოდში ხდება გარდაცვალება, ამ პერიოდში ხდება იარაღების პოვნა, ამ პერიოდში ხდება დაკავება ამ ადამიანების. აი ეს დაადასტურა სამხარაულის ექსპერტიზამ. ბრალდებულებს FBI-ს დასკვნა მთავარ პროკურატურაში გააცნეს და ბრალი დაუზუსტეს. პროკურატურამ მოპოვებული მტკიცებულებების შემდეგ ბრალის თხრობით ნაწილში კორექტირება შეიტანა. მათ ბრალი არც დამძიმებიათ და არც შემსუბუქებიათ. დაზუსტება მხოლოდ თხრობით ნაწილს უკავშირდება. დაზუსტებები თქვა შემთხვევის ადგილზე ვინ როდის მივიდა, შემთხვევის ადგილიდან ვინ როდის წავიდა და ასე შემდეგ. ანუ ამით ბრალდება არანაირად არ იწვება. არც მძიმდება და არც მსუბუქდება. დღის ბოლოს კი FBI-ს დასკვნა დაზარალებულ მხარეს ბუტა რობაქიძის მამას გააცნეს. სოსო რობაქიძე ირაკლი ფირცხალავას გამოძიების განზრახ არასწორი მიმართულებით წაყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. წყვეტა ეს იმას ნიშნავს, რომ არის ფაბრიკაცია თავიდან ბოლომდე. პირდაპირ წერია დასკვნაში, რომ ეს არის სტუდიაში გაკეთებული, დამონტაჟებული კასეტა. და თუ ეხლა ირაკლი ფირცხალავას და დონაძეს გონია, რომ ის წყვეტა არ არის ფაბრიკაცია, ეს არის ფაბრიკაცია და გაყალბებული თავიდან ბოლომდე. დონაძეს დაუმძიმდება, ფირცხალავას დაუმძიმდება ეს საქმე და ძალიან მალე ნახავთ, რომ დონაძე და ფირცხალავა ძალიან დიდი ხნით წავდნენ ციხეში. ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 ივნისს დაიწყება. საქმეში ბრალდებული 7 პირია. გურამ დონაძე, ირაკლი ფირცხალავა, მამუკა გვაზავა, ზურაბ მიქაძე, მაიზერ ლიპარტელიანი, დავით იაშვილი და ლევან ლობჟანიძე. ვახტანგ ბალავაძის დაკითხვა დასრულდა. იმერეთის გუბერნატორის შიდა ქართლის საოლქო პროკურატურაში მოწმის სახით იყო დაბარებული. მიზეზი ერთ-ერთი მოქალაქის განცხადება გახდა, სადაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ხაშურის მეოთხე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზეა საუბარი. განცხადების ავტორის მტკიცებით ჩხუბში ბალავაძეც იღებდა მონაწილეობას. დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში გუბერნატორმა ინციდენტთან კავშირი უარყო, თუმცა აღიარა, რომ არჩევნების დღეს ხაშურში მართლა იმყოფებოდა. ფაქტზე გამოძიება ისევ გრძელდება. საკითხი ეხებოდა არჩევნების დღეს, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოხდა გარკვეული ინციდენტი. მე ვიყავი დაბარებული მოწმის სტატუსით და მათ ჰქონდათ კითხვები, რამე დამატებითი ინფორმაცია მქონდა თუ არა ამ ჯგუფთან დაკავშირებით. თავისთავად განმარტე, რომ ამ ჯგუფს პირადად მე არ შევსწრები ვარ და თავისთავად ამაზე იყო საუბარი. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე არეულობა იყო, მივედი, მე რომ მივედი უკვე აღარ იყო ეს ჯგუფი. ესე წოდებული, რომ გამოვედიოდი საარჩევნო უბანზე, ისევე რაღაც გარკვეული აყალმაყალი იყო. შესაბამისად, იქ იყო პოლიციაც, მე აღარ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეთონ ჩართულიყავი.
გამგებლების დაკავება ქთამის აღების ფაქტზე სამართალდამცველებმა გორის რაიონის სოფელ მეჯვრის ხევის რწმუნებული ტარიელ გურგენიძე, მცხეთის რაიონის სოფლების ძველი ქანდასა და ბიცმენდის რწმუნებულები ირაკლი ხირდაევი და დავით სუხიშვილი, ყაზბეგის რაიონის სოფელს არჩარს რწმუნებული გელა შიოლაშვილი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჰოჰანეს თევანიანი და ქთამის აღებაში მონაწილე პირი მავნელ აბრაგიანი აიყვანეს. საქმე ეხება დოკუმენტაციის გაყალბებას, უფრო კონკრეტულად კი გამოძიების ინფორმაციით 11-12 ივნისს აღნიშნულმა პირებმა წინასწარი შეთანხმების მიხედვით შეადგინეს და ყალბიცნობა გაცეს მსხვილფეხა რქოსამ პირუტყვის შეძენის შესახებ, რის საანცვლოდაც მათ ქთამის სახით გარკვეული თანხა აიღეს. დაკავებულთა შორის ასევე არიან გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრითისა და ზემო კაჭრეთის რწმუნებულები გივი რამაზაშვილი და ვაჟა არუთინაშვილი, რომლებსაც 100 ჰექტარი მიწისა და მის შემოგარენში არსებული ტყის მასივის იჯარით გაცემის ნებართვის სანაცვლოდ ქთამის სახით 10,000 ლარის აღება ედება და ბრალად გურჯაანის გამგებლის თქმით წმუნებულებს იმ საძოვრების გაქირავების გამო ედავებიან, რომლებიც რაიონს არ ეკუთვნის. აღნიშნული პირები თანამდებობებზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნენ. კენჭისყრით წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი ამბობს, რომ დაკავებულებს მიწის გაქირავების მიზნით დახმარება თვითონ სთხოვა და საქმე მოლაპარაკებების პროცესში იყო. მოძღვარისთვის ასევე გაუგებარია დაკავშირი აქვს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკლესიის საკუთრებასთან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილი და ქთამის აღების ფაქტზე მხილებულია საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოს 7 რწმუნებული. ყველა მათგანი ამჟამად დაკავებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება გამოძიება ანალოგიურ და სხვა კორუფციულ სქემებში ჩართული საჯარო მოხელეების მხილების მიზნით. ჩემი ინფორმაცია რაც არის, საძოვარი გააქირავეს და აიღეს თანხაო იმ საძოვრის გაქირავებაში, მაგრამ ეს საძოვარი მეთქი ჩვენ მუნიციპალიტეტს არ გვეკუთვნის და არც იმ სოფლებს არ ეკუთვნის, რომელ სოფლებშიც არიან ეს წმუნებულები თვითონ ფიზიკურად. რაიმე სახის დოკუმენტი ამაზე არ შექმნილა. 2 დღის წინ ჩემთან ორზამდნენ ეს ბატონები, ჩვენი სოფლის გამგებელი და შემომთავაზეს ამ 40 ჰექტრის საზოვრად გამოყენება. მე ვერ ხედავ რა ჩემი წოდრით და ჩემი იმით რომ ასეთი არიან დანაშაულები ამ შემთხვევაში. გამოშვებაში ახლა რეკლამის როა რამდენიმე წუთში დღის სხვა მთავარი თემებით ბრუნდებით. საქართველოს ფრანკფურტის ციგნის საერთაშორისო ფესტივალზე და გერმანული დელეგაციის ვიზიტი თბილისში. ...86 წლის ასაკში გიგა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. რეჟისორის ერთ-ერთი ბოლო კადრები მეცხრე არხის არქივში. რაზე ოცნებობდა 100-ზე მეტი სპექტაკლის ავტორი. ახალი ცხრაზე პირდაპირ ეთერში ბრუნდება. 63 მომხრე და 16 წინააღმდეგი გაეროში საქართველოს შესახებ რეზოლუცია დამტკიცდა. აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ მომზადებული დოკუმენტი კიდევ ერთხელ აღიარებს დევნილთა სახლებში დაბრუნების უფლებას. შარშანდალთან შედარებით რეზოლუციას წელს 13 ქვეყანამ დაუჭირა მხარი. თამარ ხურცია კენჭისყრის დეტალებითა და პირველი რეაქციებით. თამარ, რა გამოხმაურებები მოჰყვა თბილისში რეზოლუციის დამტკიცებას? საგარეო უწყება კმაყოფილია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღწეული შედეგით. 13 ქვეყანამ დაუჭირა მხარი რეზოლუციას აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ სტატუსის განსაზღვრაზე. ეს 13 ქვეყანა, ანუ საერთოდ ჯამში 63 ქვეყანამ დაუჭირა მხარი. რაც შეეხება წინააღმდეგ ხმამიცა 16 ქვეყანამ, 11 გასულ წელთან შედარებით და ეს ერთი ქვეყანა არის ბელარუსის რესპუბლიკა. როგორც მაია ფანჯიკიძე აცხადებს, იგი კმაყოფილია შედეგით და ამბობს, რომ უნდა გაიზარდოს მხარდამჭერთა რიცხვი აღნიშნული საკითხისადმი, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ტოლვილთა სტატუსის შესახებ საკითხი კიდევ უფრო უნდა მკაცრად დაისვას. მინდა ყველას მიულოცო, დღეს გაეროში ნიუ-იორკში საქართველოს რეზოლუციას ყავდა 62 მხარდამჭერი ქვეყანა. პრინციპში იყო 63, რადგან აზერბაიჯანის ელექტრონული ღილაკი არ მუშაობდა და მას არ მიეცა საშუალება, რომ თავისი ხმა დაეფიქსირებინა, მაგრამ აზერბაიჯანის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება და სთხოვა გენერალურ ასამბლეას, რომ მისი ხმაც ჩაითვალოს. ანუ ამ რეზოლუციას 63 მხარდამჭერი ქვეყანა ყავს. 16 იყო წინააღმდეგი, 84 ქვეყანამ შეიკავა თავი. რასაკვირველია, პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც გაიზიარა
ჩვენი სადგივარი და ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. აქვე მინდა ვისარგებლოს შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს წარმომადგენლობას ნიუ-იორკში, რომელმაც ძალიან დიდი მუშაობა გასწია იმისათვის, რომ რეზოლუცია ყოფილიყო წარმატებული იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არ გვყავს იქ მუდმივი წარმომადგენელი. საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია პირველად გაეროში 2008 წელს გავიდა აგვისტოს ომამდე, მას შემდეგ ყოველ წელს გადის რეზოლუცია და მხარდამჭერთა რიცხვი ყოველ წელს იზრდება. მაგალითად 2008 წელს, როდესაც პირველად გავიდა რეზოლუცია, მას მხოლოდ 14-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. 2009 წელს უკვე ეს რიცხვი 48-მდე გაიზარდა, 2010 წელს 50 იყო მხარდამჭერი და 17 წინააღმდეგი, 2011-ში იყო 57 მომხრე და 13 წინააღმდეგი და როგორც გითხარით 2012-ში უკვე არის 60 და 2013-ში აი სულ ახლახანს მიღებული ინფორმაციით 3-ით გაიზარდა მხარდამჭერთა რიცხვი. რუსეთის რესპუბლიკა ყოველთვის გამოდის წინააღმდეგ ამ რეზოლუციის და ამბობს, რომ გაერო არ არის ის ტრიბუნა, საიდანაც აღნიშნული საკითხზე უნდა იმსჯელონ და ეს არის ჟენევის მოლაპარაკებების საგანი, თუმცა ქართული მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება აღნიშნულ საკითხს. მომდევნო რეზოლუცია უკვე სექტემბერში გავა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მადლობ თამარ, გარომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. თამარ ხურცია საუბრობდა პირდაპირ ეთერში პირველი რეაქციებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს შესაძლოა წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდეთ. მიზეზი საქმეში არსებული დამატებითი გარემოებები არის, გამოც პროკურატურა სასამართლო პროცესის გადავადებას ითხოვს. ბრალდების მხარის მოთხოვნას დაცვის მხარე აპროტესტებს. დაკავებულთა ადვოკატების აზრით, დამატებითი დრო პროკურატურას აღიარებითი ჩვენებების იძულებით მოპოვებისთვის სჭირდება. ჯერ უცნობია, გადაიდება თუ არა 15 ივნისს დანიშნული პროცესი, თუმცა ცნობილია, რომ ადვოკატების ხდომაზე 4 საექსპერტო დასკვნით აპირებენ მისვლას. დაცვის მხარის მტკიცებით დასკვნები დაკავებულთა დანაშაულობას ადასტურებს. პროკურატურისთვის 40 დღიანი ვადა საკმარისი არ აღმოჩნდა. ტრაქტორების საქმეზე დაკავებული 6 ადამიანის წინააღმდეგ ფაქტების მოსაძიებლად საგამოძიებო უწყება დამატებით დროს ითხოვს. ტრაქტორების შესყიდვის კონკურსში 2 მილიონი ლარის გაფლანგის ბრალდებით დაკავებულთა პროცესი 15 ივნისს გაიმართება. დაცვის მხარე კი დღემდე მიიჩნევს, რომ ბრალდების საქმეში სახელმწიფო თანხის გაფლანგვის მოტივი არ არსებობს. სასამართლოს ხდომის გადავადებისა და ბრალდებულთა პატიმრობაში დატოვების აუცილებლობას ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ვერ ხედავს. არ არის საერთოდ ბრალდების დადგენილებაში მითითებული თუ რა შეიძლება და ყოფილიყო გაფლანგვის მიზანი. ამის გარეშე არ არსებობს კონკრეტული მუხლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, ანუ კონკრეტული დანაშაული. სასამართლო პროცესის 2 თვით გადავადების აუცილებლობაზე მეცხრე არხთან პროკურატურა განმარტებას არ აკეთებს. საგამოძიებო უწყება არგუმენტებს სასამართლოს ხდომაზე წარადგენს. ბრალდების პოზიციების გასაჯაროებას ელოდებიან უფლებადამცველებიც. ექნება თუ არა პროკურატურას საკმარისი დასაბუთებული არგუმენტები რატომ აყენებს ამ საკითხს, ეს გამოჩნდება უბრალოდ ძალიან მალე, როგორც კი ამ შემდგომლობას დააყენებს. ბრალდების ერთ-ერთი საფუძველი სოფლის მეურნეობის აკადემიის მიერ მომზადებული დასკვნაა, რომელშიც ტექნიკური დარგის მეცნიერება ბრალდების საქმეში ჩართული 2 ფირმის ტრაქტორის შესაძლებლობები გაანალიზეს. პროკურატურის შემდგომში კი ექსპერტიზის ბიუროს მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. რის საფუძველზეც მეცნიერებმა თეორიულად დაასკვნეს, რომ ჩეხური ზეტორის ფირმისა და თურქული ნიუ-ჰოლანდის ტექნიკას შორის მიწასთან ჩაჭიდების კოეფიციენტი თურქულ ანალოგს შედარებით უკეთესი ჰქონდა. თუმცა იქვე გაიცა რეკომენდაცია, რომ 2 ტრაქტორის შესაძლებლობების სრულფასოვნად დასადგენად საჭირო იყო მათი საველე პირობებში გამოცდა. რეკომენდაცია პროკურატურას არ გაუთვალისწინებია. წევითი წინააღმდეგობა ნიადაგების ჩვენი ძალიან მძიმე ნიადაგები გვაქვს. ამიტომ აუცილებელია, როდესაც ერთი და იგივე დანიშნულების ტრაქტორებს ვადარებთ ერთმანეთს, საველე საექსპლუატაციო გამოცდების ჩატარება აუცილებელია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციფიკაციების დამდგენი კომისიის მიერ ტექნიკის შესაწყიდად წინასწარ განსაზღვრული იყო სხვა კრიტერიუმებიც. ერთ-ერთ ლოტში ტენდერის პრეტენდენტებს 115 ცხენისალიანი ტრაქტორის მინიმალური პირობა უნდა დაეკმაყოფილებინათ. ამავდროულად განსაზღვრული იყო გადაცემათა კოლოფის აუცილებელი პარამეტრიც, რომელიც ნიუ-ჰოლანდის ტრაქტორებმა ვერ დააკმაყოფილეს. ნაცვლად განსაზღვრული კრიტერიუმების ფონზე პროკურატურის პოზიცია აკვირვებს ექს-მინისტრ დავით კირვალიძეს, რომელიც კოლეგების უდანაშაულობაში ამ დრომდე დარწმუნებულია. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რაც მათ გააკეთეს სწორედ და იმოქმედეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
მოთხოვნილი იყო რაღაც დრო, რათა ეს ადგენილი იყო და მე ძალიან მაინტერესებს სიმართლის მოსმენა, თუმცა კიდევ გიმეორებ, ჩემი პოზიცია იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე გამაჩნია და საკმაოდ დიდი ინფორმაცია გამაჩნია, მინდა გითხრათ, ეს ადამიანები ნამდვილად უდანაშაულები არიან. სამართლებრივი მოკვლევის პროცესს ყურადღებით აკვირდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ორგანიზაცია Human Rights Watch, რომელსაც ძიების პროცესში დაკავებულებზე ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს. გამოძიების გამჭვირვალის წარმართვის იმედი აქვს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასაც. As you all know, I mean the European Union is providing very substantial ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 40 მილიონიან სოფლის მეურნეობის პროექტს ახორციელებს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაყონების გარეშე გაირკვეს ის სიტუაცია, რამაც მინისტრის გადადგომა განაპირობა. დავით კირვალიძე სოფლის მეურნეობაში დაწყებული რეფორმების ინიციატორია, ხოლო ეკონომიკის ეს დარგი ქვეყნისათვის პრიორიტეტულია. ამიტომ ყველაფერი გამჭვირვალედ ყოველგვარი წნეხის გარეშე უნდა მოხდეს. ტენდერში, რომლის კანონიერებაზეც პროკურატურა დაობს, ნიუ ჰოლანდის დილერ კომპანია GT Groups ერთი ლოტი მოგებული აქვს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტიდან მილიონი ევრო სწორედ ნიუ ჰოლანდის ფირმის ტრაქტორების შესასყიდადაა გადახდილი. პროკურატურას კი ეჭვი აქვს, რომ სატენდერო კომისიამ თურქული წარმოების ტრაქტორები ტენდერში შეგნებულად არ დაუშვა. რექტორობის მსურველები, ვინ დაიკავებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობას, დღეს ცნობილი ხდება, რომ ლადო პაპავასთან ერთად ხელმძღვანელობის მსურველი მარინა მუსხელიშვილმაც გამოთქვა. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი უმაღლეს სასწავლებელში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდება. მთავარ წინაპირობად კი მუსხელიშვილი უმაღლეს სასწავლებელში განსახორციელებელ საკადრო ცვლილებებს ასახელებს. ლადო პაპავას შემდეგ ცნობილი ხდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კიდევ ერთი სავარაუდო კანდიდატის შესახებ. უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორი მარინე მუსხელიშვილიც, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი უნივერსიტეტი იმ ადამიანების ხელში არ იქნება, ვის ხელშიც ახლაა. მე მხარს უჭერ იმ კანონპროექტს, რომელიც არის შეტანილი პარლამენტში და რომელიც ითვალისწინებს ამ გარდამავალ პერიოდში რექტორების დანიშვნას პრემიერ-მინისტრის მიერ. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თვითონ გადაწყვიტოს, ვინ ურჩევნია რექტორად, მოქმედი მეცნიერი, მაღალი კვალიფიკაციის თუ ნაციონალების მიერ დანიშნული ადმინისტრატორი. საზოგადოების კვლევის ცენტრის დირექტორი პროფესორი მარინე მუსხელიშვილი, განათლებით მათემატიკოსი, პოლიტიკურ მეცნიერებებში 1995 წლიდან მუშაობს. მისი შესწავლის სფეროებია პოლიტიკური ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოება, სოციალური სტრუქტურა, აქვს სამეცნიერო ხარისხი, გავლილი აქვს რამდენიმე სტაჟირება საზღვარგარეთ. მეცნიერებათა დოქტორ ლადო პაპავას თქმით, თესეოს არჩევნებში იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუ ამას თავად თესეოს სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები მოითხოვენ. მოქმედი კანონმდებლობით ნებისმიერ კანდიდატს, ვინც აკმაყოფილებს წაღენებულ პირობებს, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს და მოუკიდებლად წარაყენოს თავის კანდიდატურა. ჩემი დამოკიდებულება კი ასეთია, თუ უნივერსიტეტის პროფესორთა ჯგუფი, თუ უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი, ან ორივე ერთად ჩემ კანდიდატურას წააყენებს, მე მივიღებ მონაწილეობას. პირადად ჩემი კანდიდატურის წაყენებას არ ვაპირებ. ლადო პაპავა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა. ახალი კანონპროექტით უნივერსიტეტის რექტორობა შეუძლია მხოლოდ სამეცნიერო აკადემიური ხარისხის მქონე პირს და არა ჩვეულებრივ, თუნდაც უნივერსიტეტის გარედან მოსულ ადამიანს, როგორც ეს ალექსანდრე კვიტაშვილის შემთხვევაში იყო. უნდა გქონდეს თუ არა უმაღლეს სასწავლებლის რექტორს აკადემიური ხარისხი, მე პირადად გმონია, რომ ეს საერთოდ არ უნდა იყოს დისკუსიების თემა. მე მართალი გითხრათ, არ წარმომედგინა, რომ რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის რექტორს აკადემიური ხარისხი არ ქონდა და ისე იყო დანიშნული. ცვლილებების მიხედვით რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში განათლების მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს რექტორის მოვალეობის შემსრულების კანდიდატურას. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს კი 16 აგვისტოს აირჩევენ.
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. მიხეილ სააკაშვილი ინიციატივას დისკრიმინაციულს უწოდებს და ამბობს, რომ თუ ცვლილებები ამოქმედება, ეს იქნება განათლების სისტემის 20-30 წლით უკან დაბრუნება. განცხადება პრეზიდენტმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა და თამთა ჯანაძე განაგრძობს თემას. პირდაპირ ეთერში თამთა კონკრეტულად რა არ მოსწონს პრეზიდენტს მოსალოდნელ ცვლილებებში. დაპაუზებული მდგომარეობა განათლების სისტემაში ასე შეაფასა პრეზიდენტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში გათვალისწინებული ცვლილება, რომელიც ასისტენტ პროფესორის დანიშვნის წესს ეხება. ცვლილებების თანახმად ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩიონ მხოლოდ დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, ხოლო დოქტორანტები, რომლებსაც ჯერ ხარისხი მინიჭებული არ აქვთ, ასისტენტ პროფესორებად ვერ იმუშავებენ. პრეზიდენტი იმ ადამიანების დიდი ნაწილის კომპეტენციას, ვისაც რუსეთში აქვს დაცული სადოქტორო ეჭქვეშ აყენებს, მისი თქმით, როდესაც ადამიანი კონიაკის სანაცვლოდ მიღებული დოქტორის ხარისხით კონკურენციას უწევს კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრს, ეს დისკრიმინაციული მიდგომაა. აზიაში, ლათინურ ამერიკაში უნდა მოვიყუროთ ძალიან ვიღაცამ დაამთავრა მაგისტრატურა ამერიკაში. ხო, ეს არის სამართლის დარგში, ხო? ეხლა ვიღაცას აქვს დამთავრებული სიტყვაზე კრასნოიარსკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და იქ დაიცვა დისერტაცია. ხო, ყველამ ვიცით როგორ იცავდნენ დისერტაცია 90-იან წლებში. 5 ბოთლი კონიაკი. რას გვეუბნება დღეს სახელმწიფო, რომ 5 ბოთლი კონიაკით ვისაც აქვს თუნდაც სადოქტორო დაცული, მაშინ აი თქვა რუსეთში. იმას აქვს უფლება ასწავლოს და ვისაც აქვს სიტყვაზე კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრატურა დამთავრებული როგორც მე, არ მაქვს უფლება რომ ვასწავლო. ეს ახალი წესები ეს არის. როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტის განცხადებას უარყოფითად აფასებენ, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი აცხადებს, განვითარებული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში სწორედ ეს პრაქტიკაა დამკვიდრებული და ქილიკი რუსეთში მინიჭებულ ხარისხთან დაკავშირებით უადგილოა. ყველაზე რბილი შეფასება, რაც პრეზიდენტის გამონათქვამების მიმართ მე შეიძლება ვიხმარო, არის სისულელე. ეს არის სოფლიო პრაქტიკა, ჩვეულებრივი პრაქტიკა, ცივილიზებული პრაქტიკა. აბა ვინ უნდა იყოს? არ უნდა იყოს აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის რექტორი ან დეკანი, რომელიც ხელმძღვანელობს თელ მიმართულებას, სამეცნიერო მიმართულებას, მათ შორის კვლევით ინსტიტუტებს, ადგენს რაღაც სასწავლო გეგმებს, სასწავლო დისციპლინებისა და არ გქონდეს აკადემიური ხარისხი და არა, აკადემიური ხარისხი მარტო იმასაა, ვინც საბჭოთა კავშირის დროს ცხოვრობდა, მე აღარ ყოფილა. არ არის ასეთ თაობები, თუ ვერ გავიგებს. ეგ რაზე არის აქ ლაპარაკი საერთოდ? მე შევაფასებდი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, როგორც ჰიპერბოლიზებულს და პროვოკაციულს, ვინაიდან გარკვეული შენიშვნები აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით აქვს უმრავლესობასაც მოგიხსენებათ, მათ შორის სხვათა შორის აი ამ მუხლთან დაკავშირებითაც გამოითქვა ბევრი მოსაზრება კომიტეტის სხდომაზე და იმედი მაქვს, რომ გამოითქმება პარასკევს, როდესაც შედგება მუხლობრივი განხილვა. საქართველოს პრეზიდენტმა სავიზო რეჟიმის გადახედვის გეგმაც გააკრიტიკა და მთავრობას ამ საკითხისადმი ფაქიზი მიდგომისკენ მოუწოდა. საქართველოს ლიბერალური სავიზო რეჟიმის გადახედვის გადაწყვეტილება მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მიგრაციის სამთავრობო კომისიამ მიიღო კანონპროექტთა პაკეტს იუსტიციის მინისტრი თეა წოლუკიანი მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარადგენს. დიდი მადლობა თამთა ჯანაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე 2017 წელს სტუმრის სტატუსით წარდგება წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი რამდენიმე დღეა საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობენ. სტუმრები საქართველოს საგამომცემლო სექტორს ეცნობიან და კულტურის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს ხვდებიან. ანსამბლე რისიონის სპეციალურ რეპეტიციას დღეს საგანგებოდ მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გერმანიიდან ჩამოსულმა დელეგაციამ დღევანდელი შეხვედრები სწორედ ერისიონის სარეპეტიციო დარბაზში სტუმრობით დაასრულა. მოხიბლული და შეძრული ვარ ქართული ფოლკლორით, შეუდარებელი სიმღერა და ცეკვა გაქვთ, ეს არასდროს დამავიწყდება. ტრადიციასავით გვაქვს ყოველ შაბათს აქ გვაქვს ჩვენ შიდა კონცერტი, როცა ანგარის ვაბარებთ ერთმანეთზე. აი იქაც რო ესმით და სხვა ქვეყნების წარმომადგენლების სხვადასხვა ძალიან ხშირად მოითხოვენ რომ გვარახონ რეპეტიცია, ესე იგი უნდა დაინტერესებს ეგრეთ წოდებული სამზარეულოს ნახვა, რომელსაც ძალიან ერიდებიან რეჟისორები და ჩემი ტიპის ხალხი, მაგრამ მე რატომღაც მიმაჩნია რომ უნდა ნახონ. სანამ ერისიონში მოვიდოდნენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელებმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზები დაათვალიერეს და იმ უნიკალურ წიგნებსა თუ ხელნაწერებს გაეცნენ, რომლებიც ამ ცენტრშია დაცული. შემდეგ კი შეხვედრა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა, სადაც გერმანელი სტუმრები ქართულ მწერლებსა და მთარგმნელებს ესაუბრნენ. სასიხარულო ამბავი მოხდა ყველასთვის, ვისაც გული შესტკივა ქართულ ლიტერატურაზე და ზოგადად ქართულ კულტურაზე, რადგან ეს არ არის მხოლოდ წიგნის ფესტივალი, ეს არის დღესასწაული მთლიანად კულტურის და როგორც ისაუბრეს ძალიან ბევრი კომპონენტი გაერთიანდება ამ ღონისძიებებში. მოგვიანებით დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, TBC გალერეაში გაგრძელდა, სადაც შეხვედრა ლიტერატურული პრემია საბას ორგანიზატორებთან გაიმართა. კულტურის სამინისტრო და
ასე ვიტყოდი, ქართული საზოგადოება მოემზადება განსაკუთრებული ყურადღებით, იმიტომ რომ ეს იქნება ქართული კულტურის ექსპორტის უნიკალური შესაძლებლობა და დაუდებს დასაბამს უკვე შემდეგ 2017-ის შემდეგ ქართული კულტურის უკეთესად გაცნობას. დღევანდელი ვიზიტისას მხარეები შეთანხმდნენ სტატუსზე, რომელიც საქართველოს 2017 წლის ბაზრობაზე ექნება. მე პირადად როგორც პრეზიდენტს გადაწყვეტილი მაქვს, რომ საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყანა გახდება. არის სამეთვალყურეო საბჭო, რომელთანაც მე უნდა განვიხილო ეს საკითხი. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ჩემს პოზიციას დაეთანხმებიან. წარუდგინეთ ის პროექტები, რომელიც DBS ბანკმა ამ წლების განმავლობაში დააფინანსა კულტურის სხვა სფეროში, ვისაუბრეთ საბას ფესტივალზე. მოგესალმებათ, რომ ჩვენ საბა გამოაცხადეთ უკვე საერთაშორისო ფესტივალად, სადაც საკმაოდ დიდად იქნება წახალისებული თარგმანი და ქართველი წერლების უცხოეთში გატანის, მათი წიგნების გატანა და ასევე ვისაუბრეთ არტარიაზე და იმ პროექტებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელებთ ამ ბოლო წლების განმავლობაში. 2017 წლის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოსთვის სტუმარი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი წელს მარტში გამართულ ლაიფციგის ბაზრობაზე წამოიჭრა, სადაც საქართველო თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებებით იყო წარმოდგენილი. თეატრალური და კინოსამყარო გიგა ლორთქიფანიძის გარეშე რეჟისორი დღეს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. 100-ზე მეტი სპექტაკლის ავტორს, თბილისის საპატიო მოქალაქესა და რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატს სამშაბათს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. თიკა წერეთელს ვრთავთ პირდაპირ ეთერში, თიკა პირდაპირ ეთერში ხარ. მე მინდა სრულიად საქართველოს მიუსამძიმრო გიგა ლორთქიფანიძის გარდაცვალება და მინდა აღნიშნო, რომ ის გახლავთ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რესპონდენტი, ის არასდროს არ ამბობდა უარს ინტერვიუზე, თუ ამის შესაძლებლობა ჰქონდა და ჯანმრთელობა თუ აძლევდა ამ შესაძლებლობას და საბედნიეროდ მეცხრე არხის არქივში არის შემორჩენილი ექსკლუზიური ინტერვიუ გიგა ლორთქიფანიძესთან, სადაც რეჟისორი გამოგვიტყდა, რომ ჰქონდა ძალიან დიდი სურვილი გადაეღო ფილმი ჭაბუ ამირეჯიბის გორამ ბორგალის მიხედვით. ფანტასტიკური რომანია. ის არ არის არაფრით ნაკლები თუ თაშხიაზე, არის ბრწყინვალე რომანი. მოვიკლავდი თავს და კალიასკით წამირევდნენ და დავждდებოდი აპარატთან და გადავიღებდი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით გიგა ლორთქიფანიძის სახლთან, სადაც იკრიბებიან მისი ახლობლები, მეგობრები, საზოგადო მოღვაწეები თუ უბრალო ადამიანები. მე შეგახსენებთ, რომ გიგა ლორთქიფანიძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დიდი ეპოქა წავიდა გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად. ეს არ იყო მხოლოდ კარგი რეჟისორი, მხოლოდ გამოჩენილი პიროვნება. ეს იყო ადამიანი, რომლის სახელთანაც ბევრი რამ არის დაკავშირებული ქართულ თეატრში. ბრწყინვალე სპექტაკლები მარჯანიშვილის თეატრში, მერე არაჩვეულებრივი ეპოქა რუსთავის თეატრში, როდესაც წაიყვანა მთელი თავისი თანამოაზრე მსახიობები და არაჩვეულებრივი სპექტაკლები შექმნეს. სულ ერთად ხალხი ცხოვრება. შესანიშნავი პიროვნება, ნიჭიერი კაცი. ძალიან გასაწყვეტია. განიწყალა ძალიან და ისე გულიმწყდება რომ ეთება შეიძლება. ქართულმა კინო და თეატრალურმა ხელოვნებამ მართლაც დიდი დანაკლისი განიცადა და ის მსოფლიო მნიშვნელობის რეჟისორი იყო. ჩვენ გვქონდა უკვე საუბარი თეატრალურ საზოგადოებასთან, ოჯახის წევრებთან და დაკრძალვა გადაწყდა 18 ივნისს სამშაბათს. იგი დაიკრძალება დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ბატონ ოთარ მეღვინეცუხუცესის გვერდით. როგორც მერის წარმომადგენლებმა და აგრეთვე თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებმა გვითხრეს, ბოლო პერიოდში იგეგმებოდა გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავის გახსნა მარჯანიშვილის თეატრის წინ, თუმცა მისი ავადმყოფობის გამო ვარსკვლავის გახსნა გადაიდო. სამაგიეროდ გარდაცვალებიდან 9 დღეში მარჯანიშვილის თეატრის წინ გიგა ლორთქიფანიძის ვარსკვლავს აუცილებლად გახსნიან. პანაშვიდები გაიმართება მის სახლში, იაშვილის ნომერ 7-ში 17 მაისამდე, ხოლო 17 მაისს საღამოს უკვე მარჯანიშვილის თეატრში გადაასვენებენ რეჟისორს და 18 მაისს მარჯანიშვილის თეატრიდან უკვე დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა. ანუ 18 ივნისს თიკა. თიკა წერეთელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გამოშვების ბოლოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები ლონდონის თეატრალურ სცენაზე სამეფო თეატრში ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. პრეზიდენტის სტუმრად მოვიდა ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლისთვისაც პიესა ერთ კვირაში დაიწერა. რეპორტაჟი ლონდონიდან. ბრიტანულ სცენაზე ინგლისელი მსახიობები ქართულ პერსონაჟებს განასახიერებენ. ქართველი დრამატურგის ლაშა ბუღაძის პიესის პრემიერა ლონდონში როიალ კორტ თეატრში შედგა. სპექტაკლი 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება. აგვისტოს ომის მერე მალევე გამიჩნდა ასეთი იდეა, იმიტომ რომ სადღაც ყური მოუკარი თითქოს, რომ ეს იყო ჭორი, რომ თითქოს პრეზიდენტი ერთი ღამის განმავლობაში დადიოდა
ქალაქში. მე ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა იდეა პიესისათვის, არა ვთქვათ კერძოდ საქართველოს პრეზიდენტისთვის, არამედ ზოგადად ადამიანისთვის, რომელიც რაღაცნაირად ფლობს და თან არ ფლობს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალაუფლებას. პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა. ასე ქვია ლაშა-ბუღაძის პიესას, რომლის მხატვრული კითხვაც აქ, როიალ ქორტ თეატრის ერთ-ერთ დარბაზში რამდენიმე თვის წინ გაიმართა. მაშინ ამას ისეთი დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ თეატრის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ეს პიესა სპექტაკლად ექციათ. ასეც მოხდა და დღეს პრეზიდენტის სტუმრად სწორედ აქ, ამ სცენაზე მოვა. პრეზიდენტის სტუმრად მოვიდა ადამიანურ სისუსტეებსა და ძალაუფლებაზე დაფუძნებული აბსურდული კომედია. სიუჟეტი ომიდან გაქცეულ პრეზიდენტზე მოგვითხრობს, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებთან მიდის სტუმრად, მათ სახლებში იმალება და მათ გასაჭირს იზიარებს. თითქოს ის უერთდება თავისი მოქალაქეების ბიოგრაფიას, მათ საერთო ბედის წერა აქვთ და შემდეგ რაღაც სიუჟეტი ბუნებრივია აეწყო. ძალიან საინტერესოა ლაშას მიგნებები და მისი დამოუკიდებულება პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ ბუღაძე არაჩვეულებრივი ავტორია. მათ ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ სპექტაკლის მოსამზადებლად და ამ შედეგის მისაღწევად ძალიან ბევრი იშრომეს. პიესაში მოქმედება რეალურ დროში ხდება. სცენარის მიხედვით პრეზიდენტი ომიდან მირბის, რადგან წარმოუდგენია, რომ სამთავრობო შენობები იბომბება. პიესის ყურებისას მაყურებელი მიხვდება თუ რამდენად სერიოზულ თემებზე მოგვითხრობს სცენარი. 10 ივნისიდან ლონდონის ღია კარის თეატრში ფესტივალი Open Court მიმდინარეობს. პროექტს ექსპერიმენტული ხასიათი აქვს. პიესები ერთ კვირაში იდგმება და სპექტაკლიც ერთ კვირას გრძელდება. ლაშა-ბუღაძემ პიესა სპეციალურად ამ პროექტისთვის დაწერა. ესეთი რეაქციები იყო, მე პირადად გამიკვირდა, იმიტომ რომ თემა ვთქვათ არ არის ამათვის ესეთი ახლობელი და ნაცნობი, მაგრამ არაჩვეულებრივად მიიღო მაყურებელმა. ყველა მეკითხება აქ, რომ თქვა და როგორ გონია, როგორ მიიღებს ამას ქართული აუდიტორია. ისიც კი მითხრეს, აი პრეზიდენტმა რო ნახოს მოქმედმა საქართველოს რას იფიქრებს. იმიტომ რომ ის ბუნებრივია მისგანაც არის აღებული, ხო ამ პერსონაჟისთვის. ქართველი დრამატურგის პიესა შექსპირის სამშობლოში პირველად დაიდგა. სპექტაკლი ერთ კვირაში მომზადდა, თუმცა უკვე მეორე დღე ანშლაგით მიმდინარეობს. თავად პიესის ავტორი ქართული რეალობის ამსახველი სპექტაკლის ლონდონში დადგმას პარადოქსად აფასებს და სპექტაკლის ახლებურად დადგმას ქართულ სცენაზეც არ გამორიცხავს. ლაშა-ბუღაძის შემოქმედებას ბრიტანელი მაყურებელი 11-დან 15 ივნისის ჩათვლით იხილავს. გამოშვების ბოლოს ვნახოთ რა თემებს დაეთმობა მთავარი კითხვა, გადაცემის ანონს ანატა ასათიანი გაგვაცნობს, ნატა გისმენთ. საღამო მშვიდობისა, თამთა ლევან პროკურატურა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების წინასწარ პატიმრობაში დატოვებას კიდევ 2 თვით ითხოვს. მთავარ კითხვას დაკავებულთა ადვოკატი სოსო ბარათაშვილი უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში კი გელოდებათ დისკუსია თემაზე, განადგურდება თუ არა არაკანონიერად მოპოვებული ფარული ჩანაწერები. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ კახი კახიშვილი, თამარ გაბისონია და ანა დოლიძე. დიდი მადლობა ნატა, წარმატებულ ეთერს გისურვებთ. მადლობთ ნატა, ახალი 9-ზე ამი დასრულებულია, ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობთ, რომ გულობთ.